დაფიქრებულ ხართ საქართველოში აბსოლუტურად საქართველოს არაფერს არ ქმნის. საქართველოს მოსახლეობა წარმოებელი არ არის, არაფერს არ აწარმოებს იმ მასშტაბით, რომ თავად ქვეყანას გამოადგეს რა. არ აწარმოებს. არის პატარ-პატარა საკარმი და მოწარმოება. თქვა მანიფაქტურული რაღაცა შრომა და ეს ამათ მოსახლეობას ეს გამოყვებას მაგალითად მიწის ნაკვეთზე შენ კონკრეტულ ნაკვეთზე 10 ფრთაქათამე რო თუ ყავს და 2 ძროხა ამით შენ საქართველოს გამოყვებავ მოსახლეობას ხო ეს რაც შეეხება პროდუქტებს აგროსექტორს აბსოლუტურად აი თუ შეხვალთ მარკეტში არაფერს არ აწარმოებს ქართველი და იყო დრო როცა დიდ საბჭოურ ოჯახში იყო საქართველოს უსაქმური იყო მთელი ერი აი სულ ყველა იქაც მაშინ იყო ფილოლოგები, ისტორიკოსები, 616 მწერალი, კინემატოგრაფის კავშირი და ოხრად ხალხი. არავინ მაშინაც არაფერს არ ქონიდა. და ეს ნახირი იყო საბჭოთა დიდ ბოსელში. კოლექტივი იყო და მოწეული, ბახჩეული და ხილეული ბაზარში სულ საქართველოს წარმოება იყო. საქართველოს ტერიტორიაზე კარტოფილი, ხახვი, ლობიო ბაზრებში 60-იანი წლებიდან 70-80-იანი წლების თუნდაც 90-იანი წლების ჩათვლით. მერე შემოვიდა უცხოური რაღაცები, სნიკერსი, ბაუნტი, საკონდიტრო ნაწარმოები. სულ ყველაფერი იყო საკონდიტრო ადგილობრივი წარმოება, ისე რომ აკმაყოფილებდა საქართველოსაც ამიგე და სხვა სექტორები, მძიმე სექტორი მაგალითად, მძიმე მრეწველობა რომ გამოდიოდა რამე არსად არ საღდებოდა, არც საქართველოში არ საღდებოდა, იწვევოდა ესა და ყრიდნენ ნაგავი იყო და ნედლეული ფუჭდებოდა. აი ახლა რო დადიხართ მარკეტში ქართველები რო შედიხართ, მიმოიხედეთ რა ძდებს საქართველოშია მოწეული? მიმოიხედეთ კიდე მანქანები რო დადის საქართველოშია მოწეული? აი რას აწარმოებთ ქართველები გამაგებინეთ რა. წინ და უკან რო დადიხართ ამ აქციებზე და ორ პრეზიდენტი რო ყავთ და 150 სულელი და 61 სულელი გარეთ რო არის და ფულს მაინც იღებს. ხო, აი ეს რა არის რა?